გამარჯობა მეგობრებო, მედია მედიატორი გილოცავთ ახალ წელს, გისურვებ ჯანმრთელობას, ენერგიას და რაც მთავარია, ნაკლებ ნაბახუსებს ამ ახალ წელს. დღეს გთავაზობთ ბრიტანული ეკონომისტის ორი საინტერესო სტატიის მიმოხილვას, რომელთაგან პირველი ნაბახუსებზეა, მეორე კი ბახუსზე. პირველი ეხება ახალი წლის პირველ დღეებში მეტად აქტუალურ საკითხს, შესაძლებელია თუ არა ნაბახუსების სინდრომის თავიდან აცილება და მუშაობს თუ არა ის ხერხები, რომელთა შესახებ ხშირად გვესმის. როგორც აღმოჩნდა, მეცნიერება ჯადოსნურ აბებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს. ხოლო მეორე სტატია, ისიც რუბრიკიდან Christmas Specials, ბახუსის ისტორიის მოკლედ მოთხრობის მცდელობა. მედია მედიატორს არაერთხელ შეუთავაზებია მაყურებლისთვის ეკონომისტის მასალები, მის სარედაქციო პოლიტიკაზეც გვისაუბრია. დღეს ორი სიტყვით შეგახსენებთ, რა გამოცემაა ეს. ეკონომისტი ძალზე ავტორიტეტული და გავლენიანი გამოცემაა, შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიო ტრენდების ჰაერში დამჭერი და მაფორმირებელი გამოცემაა. დღეს მისი სტანდარტული ციფრული პაკეტის გამოწერა 1 წლით 400 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირს. გამოდის ლონდონში 1853 წლიდან. რედაქციის კოორდინატთა სისტემის პრიორიტეტებია ლიბერალიზმი, უფრო კლასიკური ლიბერალიზმი, შესაბამისად თავისუფალი ბაზარი და გლობალიზაცია. თავის მიზნობრივ აუდიტორიად აცხადებს იმათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ანუ decision makers. სარედაქციო სტილია მასალების ანონიმურობა, რაც ხაზს უსვამს არა ავტორის პირად აზრს, არამედ გამოცემის კოლექტიურ სარედაქციო ხედვას. მისი სტილი არის მკაფიო, თუმცა ხშირია იგავური ჩანართებიც, რაც დამატებითი ინტელექტუალური გამოწვევაა ხოლმე. გამოცემას მართავს ბრიტანული მედია კომპანია Economist Group, რომლის აქციების 50% როთშილდების და ანიელების ოჯახების ბრიტანულ შტოებს ეკუთვნის. რაც შეეხება ნაბახუსებს, სტატიის ავტორი დასაწყისში აღნიშნავს, რომ შეიძლება მთელი 2026 წლის პროგნოზირება რთული იყოს, მაგრამ ახალი წლის პირველ საათებში ძალიან ბევრი ადამიანი რომ ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მალევე ამის გამო სინანულიც ეწევა, დანამდვილებით შეიძლება ითქვასო. თეორიულად გამოსავალი მარტივია, ნაკლები ალკოჰოლის მიღება, თუმცა პრაქტიკაში ეს რთულია, რადგან ადამიანს საკუთარ გადაწყვეტილებებზე კონტროლს სწორედ ალკოჰოლი აკარგვინებს. ამიტომაც არსებობს ფართო ბაზარი სხვადასხვა დანამატების, ნოოტროპების და პრობიოტიკების, რომლებიც ნაბახუსების სინდრომის თავიდან აცილებას გვპირდება. ზოგი ეს პროდუქტი მცენარეული ექსტრაქტებიდან მიიღება, რომლებიც თითქოს აჩქარებს ალკოჰოლის გადამუშავებას ორგანიზმში. ზოგი მათგანი კი გენ-მოდიფიცირებული ბაქტერიების საშუალებით, რომლებიც ალკოჰოლის დაშლისას წარმოქმნილ ტოქსიკურ ნივთიერებებს შლიან. სტატიის მიხედვით ამ პროდუქტების ეფექტიანობის მტკიცებულებები ძალიან სუსტია. ჩატარებული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ნაბახუსების სინდრომის მოხსნელი საშუალებების უმეტესობას მხოლოდ უმნიშვნელო ეფექტი აქვს. თუმცა ისიცაა, რომ ეს პროდუქტები, როგორც წესი, უსაფრთხოა და სერიოზულ გვერდით მოვლენებს არ იწვევს. სტატიის მიხედვით მკვლევარების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მიხაკის ექსტრაქტმა, ტოლფენამიკის მჟავამ და პირითინოლმა, თუმცა მათი ეფექტიანობაც დასაზუსტებელია. ლონდონის იმპერიული კოლეჯის სპეციალისტის ნეიროფსიქოფარმაკოლოგის დევიდ ნატის განმარტებით, ნაბახუსები უჩვეულო მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითგამოწვეული პრობლემაა, მაინც რეალურ სამედიცინო მდგომარეობად ითვლება. შესაბამისად, ნებისმიერი საშუალება, რომელიც მის მკურნალობას ან პრევენციას ემსახურება, მკაცრ კლინიკურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. დოქტორი ნატი აღნიშნავს, რომ ასეთი კვლევების ჩატარება ძალიან ძვირია და $100 მილიონ საჭიროებს. მაგრამ რომელიმე კომპანიამ თავისი პროდუქტის ეფექტიანობა რომც დაამტკიცოს, დიდი ალბათობით ის თავიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა, რაც არ შეესაბამება ნაბახუსების საწინააღმდეგო საშუალებების ბაზრის რეალობას, რადგან ადამიანებს ამ მდგომარეობაში სწრაფი და ხელმისაწვდომი გამოსავალი სჭირდებათ. სტატიაში განხილულია ნაბახუსების პრევენციის უფრო მარტივი გზებიც. ერთ-ერთი რეკომენდაცია მაგალითად გამჭვირვალე ალკოჰოლური სასმელების არჩევა, როგორიცაა ჯინი და არაყი. რადგან ფერიან სასმელებში, როგორიცაა ვისკი, კონიაკი და წითელი ღვინო, მათში არსებული დამატებითი ქიმიური ნაერთები, ეგრეთ წოდებული კონგენერები, ხშირად ნაბახუსების სიმპტომებს აძლიერებენ. ეს კონგენერებია სხვადასხვა სპირტები, ალდეჰიდები, ეთერები და მჟავები, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებში დუღილისა და დისტილაციის დროს წარმოიქმნება. ეთილის სპირტთან ერთად და გავლენას ახდენენ როგორც სასმელის გემოსა და არომატზე, ასევე ნაბახუსების სიმძიმეზე. მოყვანილია ასევე პოპულარული ხალხური მეთოდით აქტივირებული ნახშირის მიღება. ავტორი განმარტავს, რომ ნახშირი პრაქტიკულად არ მოქმედებს ეთანოლზე, თუმცა შეიძლება გარკვეულად მოქმედებდეს მეთანოლის ტოქსიკური დაშლის პროდუქტებზე. ხაზგასმულია ისიც, რომ მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან შეიძლება სხვა მედიკამენტების ეფექტიანობა შეამციროს. დოქტორ ნატის თქმით, თუ
თუ ადამიანი უკვე გაღვიძებულია გულისრევის შეგრძნებით და თავის ტკივილით, ნაბახუსების ასე ვთქვათ, განკურნება არ ხდება. შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება. ამ შემთხვევაში ისეთივე ეფექტურია წყალი, საკვები, კოფეინი ან ტკივილგამაყუჩებელი, როგორც ნებისმიერი სხვა მეთოდი. ის უარყოფს გავრცელებულ მითსაც, რომ თითქოს ნაბახუსებზე ცხიმიანი საკვები შველოდეს ალკოჰოლის შთანთქმას, რადგან ალკოჰოლი ამ დროისთვის უკვე სისხლშია მოხვედრილი. სტატია ბოლოს საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს, თურმე ადამიანები, რომლებიც ნაბახუსებს საერთოდ არ განიცდიან, უფრო მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების თვალსაზრისით. მათ შორის პრობლემური სმის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რაც მიანიშნებს, რომ ნაბახუსების სინდრომი შეიძლება ორგანიზმის ერთგვარი დამცავი მექანიზმიც იყოს. თქვენ რა გზებით უმკლავდებით ნაბახუსებს, გაგვიზიარეთ თქვენი პირადი მეთოდები კომენტარებში. პირველი სტატიის ლოგიკურ გაგრძელებად მინდა შემოგთავაზოთ ეკონომისტის მეორე სტატია, რომელიც ალკოჰოლის და კაცობრიობის მრავალმილიონწლიან ურთიერთობას მიმოიხილავს. თუ ნაბახუსების თავიდან აცილება ასე რთულია და ჯადოსნური მეთოდები თითქმის არ მუშაობს, რატომ რჩება ალკოჰოლი მაინც ასე მყარად ჩვენს ცხოვრებაში? მეორე სტატია, როგორც უკვე აღნიშნე, ეკონომისტის სპეციალური საშობაო რუბრიკიდანაა, ქვესათაურით მთვრალი მაიმუნი ფხიზელი მომავალი. თავად სტატიის სათაური უფრო პომპეზურია, როგორ შეიძლება დასრულდეს კაცობრიობის ალკოჰოლთან 10 მილიონ წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა. ცივილიზაცია ალკოჰოლზე აშენდა, მაგრამ ტექნოლოგიებმა შესაძლოა გამოგვაფხიზლოსო. გავყვეთ სტატიას თავიდან ბოლომდე, ალკოჰოლი ადამიანზე მყისიერად მოქმედებს, მისი მცირე რაოდენობაც კი სწრაფად შეიწოვება პირისღრუს ლორწოვანი გარსის საშუალებით, ხოლო ცარიელი კუჭის შემთხვევაში რამდენიმე წუთში ხდება სისხლში და ვრცელდება თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მათ შორის ტვინშიც. ალკოჰოლის ასეთი სწრაფი გავრცელება განპირობებულია მისი ქიმიური თვისებებით. ეთანოლი, რომელიც ალკოჰოლის მეცნიერული სახელწოდებაა, მცირე ზომის და მაღალი მობილობის მქონე მოლეკულაა, შედგება ნახშირბადის ორი ატომისგან, წყალში ხსნადია და მარტივად გადალახავს სისხლტვინის ბარიერს. სწორედ ამ თვისებების გამო ეთანოლი უშუალოდ აღწევს ტვინში და იწყებს ნეიროქიმიურ ზემოქმედებას. სწორედ ტვინში შეღწევით მოახდინა ალკოჰოლმა მნიშვნელოვანი გავლენა კაცობრიობის ისტორიის ფორმირებაზე, დაწყებული ევოლუციის ადრეული ეტაპებიდან დამთავრებული თანამედროვე ქალაქების ჩამოყალიბებით. ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ ალკოჰოლი დაკავშირებულია როგორც სიამოვნებასა და სოციალური კავშირის გაძლიერებასთან, ისე დაავადებებსა და სოციალურ პრობლემებთან და დღეისათვის კაცობრიობის დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ სულ უფრო კრიტიკული ხდება. მდიდარ ქვეყნებში ალკოჰოლის გაყიდვები იკლებს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ალკოჰოლის გლობალურმა მოხმარებამ პიკს უკვე მიაღწია. ამ ფენომენს უწოდებენ ტერმინს peak buzz, ანუ ალკოჰოლის მოხმარების პიკი, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია გრძელვადიანი კლების ტენდენცია. ჩნდება კითხვა, მიდის თუ არა დასრულებისკენ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი წვეულება. ამ საკითხის გასაანალიზებლად აუცილებელია გავყვეთ ბიოქიმიურ კვალს, რომელიც მილიონობით წლის წინ დაგვაბრუნებს. ეთანოლი იმდენად ტოქსიკურია, რომ ცხოველების უმეტესობისთვის მისი მოხმარება სწრაფ ინტოქსიკაციას ან მოწამვლას იწვევს. ადამიანი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან ორგანიზმში გააჩნია ორი ფერმენტი, რომლებიც ალკოჰოლის დაშლასა და ორგანიზმიდან გამოდევნაზეა პასუხისმგებელი. ამ უნარს ღრმა ევოლუციური საფუძველი აქვს. დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ ადამიანების, შიმპანზეებისა და გორილების საერთო წინაპარში განვითარდა მუტაცია, რომელმაც ალკოჰოლის უფრო ეფექტური მეტაბოლიზმი უზრუნველყო. ეს მოვლენა დაემთხვა გარემოს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის რობინ დამბარის განმარტებით ამ პერიოდში ტროპიკული ტყეები ნადგურდებოდა და პრიმატების დაახლოებით 90% გადაშენდა. ერთ-ერთი გენეტიკური შტო ხეებიდან მიწაზე ჩამოსვლით და საკვების მიწის ზედაპირზე მოძიების დაწყებით გადარჩა. ხეებზე მცხოვრები მაიმუნები ძირითადად ახალ ხილს მოიხმარდნენ, ხოლო მიწაზე დამკვიდრებულნი ხშირად პოულობდნენ ჩამოცვენილ, უკვე ფერმენტირებულ ხილს. შესაძლოა სწორედ ამ გარემოებამ ჩამოაყალიბა ალკოჰოლის სუნისა და გემოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება პრიმატებში, რადგან ფერმენტირებული ხილი ენერგიით მდიდარი იყო. ეს კონცეფცია ცნობილია როგორც მთვრალი მაიმუნის ჰიპოთეზა. კვლევების მიხედვით, ბუნებრივად ფერმენტირებული ხილის ალკოჰოლური შემცველობა იშვიათად აჭარბებდა 5%-ს, რაც თანამედროვე ლუდის, მაგალითად ჰაინეკენის გრადუსის დონეს შეესაბამება. მერე ცხადია 1000 წლეულები დასჭირდა, ვიდრე ადამიანებმა ალკოჰოლის მიზანმიმართული წარმოება ისწავლეს. ამის პირველი არქეოლოგიური მტკიცებულება დაახლოებით 10,000 წლის წინანდელია. ჩინეთში, ჯიახუს ნეოლითურ დასახლებაში აღმოჩენილ ქილებში ნაპოვნი ნარჩენები მიუთითებს ადრეულ
ადრეულ მედზე, ქართულად თაფლუჭზე. ეს სუსტი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც თაფლის, წყლის და საფუარის დუღილით მიიღება. პირველი ჩინური თაფლუჭი ბრინჯთან და ხილის ღვინოსთან იყო ნაზავი. ალკოჰოლის დამზადება სავარაუდოდ მანამდე ხდებოდა, თუმცა არა მყარ ჭურჭელში, მაგალითად გოგრებში ან ცხოველების ტყავში. ალკოჰოლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანთა დასახლებების გაფართოებაში, როცა სოციალური ჯგუფი ფართოვდებოდა და გარკვეულ რაოდენობას აჭარბებდა, პირადი ნაცნობობის საფუძველზე ურთიერთობების შენარჩუნება რთულდებოდა. ასეთ პირობებში საჭირო იყო დამატებითი სოციალური მექანიზმები ნდობისა და კოოპერაციის გასაძლიერებლად. პროფესორ დამბარის მოსაზრებით, მსუბუქი ინტოქსიკაციის შემცველმა რიტუალებმა დიდი ჯგუფების ჩამოყალიბება შეუწყო ხელი და ერთიანობის შენარჩუნება უზრუნველყო. ადრეულ საზოგადოებებში ფართოდ იყო გავრცელებული საერთო ნადიმები. ალკოჰოლი აძლიერებდა სხვა სოციალურ აქტივობებს, ერთადროის ტარებას, სიცილს, სიმღერას, ცეკვას, ამბების თხრობასა და რელიგიურ რიტუალებს. ყველა ეს პროცესი იწვევს ენდორფინების გამოყოფას. ენდორფინები ტვინის ბუნებრივი ოპიოიდებია და დაკავშირებულია სიამოვნების, ჯილდოსა და სტრესის შემცირების შეგრძნებებთან. მცირე დოზით ალკოჰოლი ამცირებს შფოთვას და ხსნის სოციალურ შებოჭილობას. ენდორფინული სისტემა ზრდის ტკივილის ღურბს და აძლიერებს ჯგუფთან კავშირის განცდას. ამგვარად სოციალურად ერთობლივი სმა ხელს უწყობდა თანამშრომლობას, კონფლიქტების მართვასა და ერთობების ჩამოყალიბებას. ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადრეულ საზოგადოებებში, სადაც რესურსებზე დავები ხშირი იყო. ალკოჰოლი ასევე ზრდის ორი ძირითადი ნეირომედიატორის, სეროტონინისა და დოფამინის აქტივობას. მათი ცვლილებები ზრდის კომუნიკაბელურობას და სოციალური ურთიერთობების მიმართ გახსნილობას. შედეგად ისაა, რომ ადამიანები უფრო მეტად საუბრობენ, იუმორს უფრო ადვილად აღიქვამენ და სხვებს უფრო მიმზიდველად თვლიან. ამ ფენომენს ხშირად ლუდის სათვალეებს უწოდებენ. კვლევების მიხედვით ზომიერი სმა ადამიანს უფრო მიმზიდველსაც ხდის ფხიზელი დამკვირვებლის თვალში, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სახის ფერის ცვლილებასთან, უფრო ჯანსაღელფერთან ან განწყობის გაუმჯობესებასთან. ალკოჰოლი ამცირებს წინა ფრონტალური ქერქის აქტივობას, ტვინის იმ უბნის, რომელიც თვითკონტროლსა და შეფასებაზეა პასუხისმგებელი. შედეგად იზრდება სპონტანურობა და მცირდება თვითკრიტიკა. ეს ეფექტი დაკავშირებულია იმასთან, რომ მთელ მსოფლიოში ალკოჰოლის ზრდის ადრეული და რისკიანი სექსუალური ქცევის ალბათობას ახალგაზრდებში. თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ სმა სოციალურ კავშირებს აძლიერებს. პროფესორ დამბარის კვლევების მიხედვით, პაბების მუდმივ სტუმრებს უფრო ფართო და მჭიდრო მხარდამჭერი ქსელები აქვთ, რაც დაკავშირებულია ცხოვრების მაღალი კმაყოფილებისა და ზოგადი კეთილდღეობის მაჩვენებლებთან. ძლიერი სოციალური ურთიერთობები ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებებისგან დამცავ ფაქტორად განიხილება. ისტორიულად ალკოჰოლი მრავალი ცივილიზაციის მნიშვნელოვანი მდგენელი იყო. მათ შორისაა მესოპოტამია, შუამდინარეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ჩინეთი და მაიას ცივილიზაცია. მას იყენებდნენ როგორც რელიგიურ რიტუალებში, პოლიტიკური იერარქიის განმტკიცებაში და ზოგჯერ შრომის ანაზღაურების ალტერნატივადაც. ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ სლინგერლენდი ამტკიცებს, რომ ალკოჰოლი არ იყო მხოლოდ კულტურის თანამდები ელემენტი, არამედ დიდი საზოგადოებების ჩამოყალიბების წინაპირობაც. 2021 წელს მის მიერ შემოთავაზებული მთვრალი ჰიპოთეზის მიხედვით, ალკოჰოლის ზემოქმედებამ წინა ფრონტალურ ქერქზე საშუალება მისცა ფიცხ და ტომობრივ პრიმატებს უცხოებთან თანამშრომლობის. ამ მოსაზრების მასშტაბი კვლავ სადაოა. 2025 წლის ივლისში ჟურნალმა Humanities and Social Sciences Communications გამოაქვეყნა კვლევა 186 არაინდუსტრიულ საზოგადოებაზე. კვლევამ აჩვენა ზომიერი დადებითი კავშირი ფერმენტირებული სასმელების არსებობასა და პოლიტიკურ სირთულეს შორის, თუმცა ეს კავშირი მნიშვნელოვნად სუსტება სოფლის მეურნეობის ფაქტორის გამორიცხვის შემთხვევაში, რაც მიუთითებს შესაძლო დამთხოვაზე. თანამედროვე სამყაროში ალკოჰოლი უკიდურესად ხელმისაწვდომია. მისი ჭარბი მოხმარება ყოველწლიურად დაახლოებით 1,8 მილიონს სიკვდილს იწვევს და დაკავშირებულია ღვიძლის დაავადებებთან, კიბოსთან, ფსიქიკურ პრობლემებთან და სოციალური სტრუქტურების რღვევასთან. უინსტონ ჩერჩილი აცხადებდა, ალკოჰოლისგან მე უფრო მეტი ამიღია, ვიდრე ალკოჰოლს ჩემგანო, თუმცა ის უინსტონ ჩერჩილი იყო და მილიონობით ადამიანი ცხადია მიდგომით ვერ დაიგვეხნის. წარსულში გავრცელებული მოსაზრება, რომ ზომიერი სმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თანამედროვე კვლევებმა ეჭვქვეშ დააყენეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის იანვარში განაცხადა, რომ ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. ორგანიზაციის შეფასებით, ალკოჰოლი არის ტოქსიური, ფსიქოაქტიური და დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერება და მიეკუთვნება პირველი ჯგუფის კანცეროგენებს.
ალკოჰოლს შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, დაანგრიოს ქორწინებები და კარიერები. ბოლო წლებში ოფიციალური ორგანოები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობაც კი საზიანოა. დაახლოებით 50 წლის წინ ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ დღეში 1 ან 2 სასმელი შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. ითვლებოდა, რომ ალკოჰოლი ზრდიდა ეგრეთ წოდებულ კარგ ქოლესტერინს და ამცირებდა სისხლის შედედების პროცესს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სარგებელი სავარაუდოდ გადაჭარბებული იყო. კანადის ნივთიერებათა გამოყენების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი დოქტორი ტიმ სტოკველი აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც მას აგრძელებენ, უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ალკოჰოლის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ არ შეხებიათ. ალკოჰოლის მოხმარება ზრდის პირის, ღრუს, ყელის, ღვიძლისა და ნაწლავის კიბოს რისკს. განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთაც გენეტიკურად შეზღუდული აქვთ ალკოჰოლის მეტაბოლიზმის უნარი. დაახლოებით 540 მილიონ ადამიანს, ძირითადად აღმოსავლეთ აზიურ წარმოშობის, უჭირს აცეტალდეჰიდის დაშლა, რაც იწვევს ეგრეთ წოდებულ აზიურ სიწითლეს. სტატისტიკოსი დევიდ შპიგელჰალტერი აღნიშნავს, რომ მცირე დოზით ცმის შემთხვევაში რისკი მაინც მინიმალურია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ 25,000 ადამიანი 1 წლის განმავლობაში დღეში 1 ჭიქას ასმელს მიიღებს, დამატებით ფიქსირდება ჯანმრთელობის ზიანის მხოლოდ 1 სერიოზული შემთხვევა. ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მწვრთნელის ნიუტ როკნის ცნობილი ფრაზაა პირველი დალია, მეორე ნელა მოსვი, მესამე გამოტოვეო. მიუხედავად ამისა, გაჩერება რთულია, ცნობილი ხუმრობაცაა, მე ცოტა ვსვამ, მაგრამ როცა ვსვამ, ხდები ის, ვინც ბევრს სვამს. ადამიანს საათში საშუალოდ მხოლოდ 8 გრამი ალკოჰოლის გადამუშავება შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ერთი პატარა ლუდის ბოთლის სრულად გადამუშავებასაც ვერ უზრუნველყოფს. დაალებთ მეც და სისხლში მავნე ქვეპროდუქტები, მათ შორის აცეტალდეჰიდი იწყებს დაგროვებას. კარგია ის, რომ ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარება კლებულობს, თუმცა იმის ხარჯზე, რომ მოზარდები სულ უფრო მეტად ირჩევენ ციფრულ სოციალიზაციას. ალკოჰოლი მათთვის აღიქმება როგორც ძვირი და ჯანმრთელობისთვის საზიანო საშუალება. მოზარდებში ალკოჰოლის მიღების მაჩვენებელი განსაკუთრებით მდიდარ ქვეყნებში შემცირდა. სასწავლო კვირის განმავლობაში ახალგაზრდები უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას, ნაცვლად იმისა, რომ გარეთ გავიდნენ და მეგობრებს შეხვდნენ. მოზარდები მოწყენილობას ონლაინ შეხვედრებითა და ვიდეო თამაშებით იკლავენ. ბევრი მათგანი ალკოჰოლს აღიქვამს როგორც ძვირ საშუალებას ტვინის დაბინდვისთვის და ძილის ხარისხის გამაუარესებელს. OECD-ის ქვეყნებში, ანუ ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ 38 ყველაზე მდიდარ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე სუფთა ალკოჰოლის მოხმარება 2011 წელს 8,9 ლიტრი იყო, ხოლო 2021 წელს 8,6 ლიტრი. მე დავგუგლე და მინდა გითხრათ, რომ 2020-დან კოსტა-რიკა და კოლუმბია დაემატა OECD-ს და ვერ გეტყვით, გათვალისწინებულია თუ არა ეს ფაქტი ამ კვლევაში. და კიდევ სტატისტიკა მსოფლიოს 20 უდიდეს ბაზარზე ალკოჰოლის მოხმარება პანდემიიდან 2024 წლამდე 2%-ით შემცირდა. პანდემიის დროს ყველას გვახსოვს რა ხდებოდა და ისტორიულ პიკს ალბათ სწორედ მაშინ მიაღწია. და კიდევ რა ახალ ტრენდებზე ამახვილებს სტატია ყურადღებას, წონის კლების პრეპარატების მოხმარების ზრდაც ამცირებს ალკოჰოლის მოხმარებას. მაგალითად, ოზემპიკის გამოყენება, რომლებიც ამცირებს ალკოჰოლის მიმართ ტოლვას. როგორც სტატიაში წერენ, წონის კლების პრეპარატები, როგორც ჩანს, ზემოქმედებენ ტვინის ჯილდოს მექანიზმებზე, რის შედეგადაც ალკოჰოლი ნაკლებად მიმზიდველი ხდება. გარდა ამისა, ისინი აძლიერებენ გულისრევის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი ზედმეტი დალევის შემდეგ განიცდის. სასმელების ინდუსტრია ამ გამოწვევებს უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი პროდუქტების განვითარებით პასუხობს, რამაც ახალი ჟარგონი გააჩინა ნოლო, ანუ non-alcoholic. უალკოჰოლო ლუდი, მაგალითად, რომელსაც ადრე აუტანელი გემო ჰქონდა, ახლა ბევრისთვის საკმაოდ სასიამოვნო დასალევი გახდა. უალკოჰოლო ლუდის, ღვინისა და კოქტეილების გაყიდვები, რომლებიც გვერდითი ეფექტების გარეშე ნაცნობ გემოებს იმეორებს, ჯერჯერობით ალკოჰოლური სასმელების ბაზრის მხოლოდ 1,4% შეადგენს. თუმცა უალკოჰოლო სასმელების გლობალური ბაზარი სწრაფად იზრდება. 2024 წელს მისი ღირებულება 26 მილიარდი დოლარი იყო და პროგნოზით 2034 წლისთვის 47 მილიარდ დოლარს მიაღწევს. კიდევ ერთი ახალი მიდგომაა ისეთი ახალი სასმელების შექმნა, რომლებიც ალკოჰოლის ზოგიერთ სასიამოვნო ეფექტს სხვა ინგრედიენტების საშუალებით უზრუნველყოფს. მცენარეული ექსტრაქტებით, როგორიცაა
ჟენშენი, ელთიანინი, აშვაგანდა, ლომის ფაფარი, lion's mane, ან CBD, ანუ კანაფის მცენარის ფსიქოაქტიური კომპონენტი. ესე იგი, მაინც აქამდე მიდია. ასეთი ფუნქციური სასმელები დამამშვიდებელ, გამოსაცოცხლებელ და შემამსუბუქებელ ეფექტს გვირდება. მცენარეთა სამყარო ჯერ კიდევ შეუსწავლელი შესაძლებლობების ნამდვილ სიუხვეზე მიანიშნებს. სულ უფრო პოპულარული ხდება მინერალური დანამატებით, მაგალითად მაგნიუმი, რომელსაც დამამშვიდებელ ეფექტს უკავშირებენ. თუმცა რთულია ისეთი მცენარეული სასმელის შექმნა, რომელიც ნამდვილი ალკოჰოლური სასმელებით გემრიელი ან ეფექტური იქნება. ერთ-ერთმა ავტორმა დააგემოვნა 5 სხვადასხვა ბრენდის ფუნქციური ლუდი და ღვინო. მისი ფავორიტი აღმოჩნდა ბრიტანული კომპანიის On Beer-ის, ანუ ხოპის გემოთი გამორჩეული სასმელი, რომლის ყვავილოვანი ნოტი როდიოლადან მოდის, სამკურნალო მცენარიდან, რომელსაც სტრესის შემცირებას მიაწერენ. პირველი დაჭაშნიკებით მცენარეულ ლუდებს არაუშავდა, ფუნქციური ღვინო კი დასალებად უვარგისი აღმოჩნდა. ალკოჰოლის ჩანაცვლების ინდუსტრიისთვის ზოგიერთი ფირმა ეგრეთ წოდებულ ფუნქციურ სპირტებს აწარმოებს. ეს როგორც წესი კონცენტრირებული მცენარეული ექსტრაქტებია, გაზავები და კრეატივით შეიძლება მათგან განწყობის შემცვლელი კოქტეილების შექმნა. თუმცა დიდი დახვეწილობა მათ გემოს არ ექნება. რთული არომატის პროფილის სიქნებიან აღიარებს დეშლილი 3 Spirit-დან. ეს არის ფირმა, რომელიც ასაქმებს მცენარეული მედიცინის სპეციალისტებს, ფიტოქიმიკოსებს და ბარმენებს, რომ ერთი დიდი ქვესტის ბოლოში გავიდნენ და შექმნან ისეთი სასიამოვნო რამ, როგორიცაა ჯინი და ტონიკი. დღეისათვის ფირმა გვთავაზობს ჩანაცვლების სამ ძირითად ფუნქციას, სასმელებს, რომლებიც მატებს ენერგიას, ეხმარება ადამიანებს სოციალიზაციაში და მოდუნებაში. ცნობილია, რომ ალკოჰოლი ძლიერ გავლენას ახდენს გამა-ამინომჟავაზე, რომელიც ტვინის ბუნებრივი დამამშვიდებელი სისტემის ნაწილია. სწორედ ეს არის მექანიზმი, რომლითაც ალკოჰოლი ხსნის სტრესსა და შფოთვას. ლონდონთან ახლოს დაფუძნებული კომპანია GABA-Labs, ანუ გამა-ამინომჟავების ლაბორატორია, ცდილობს შექმნას გემოს არ მქონე ნივთიერება სახელწოდებით ალკარელი, რომელსაც მსგავსი ეფექტი აქვს. მისი უსაფრთხოების დასამტკიცებლად ჩატარებულ კვლევებს შეიძლება წლები დასჭირდეს, თუმცა თუ ისინი წარმატებული იქნება, კომპანია შეძლებს ალკარელის რეკლამირებას სასმელების წარმოებლებისთვის, როგორც გამაგრილებელი სასმელების შექმნის საშუალებას, რომელიც ახლოს იქნება ალკოჰოლის მძაფ შეგრძნებებთან, ყოველგვარი უარყოფითი გვერდითი ეფექტების გარეშე. ფუნქციური ინგრედიენტების კაფსულირებული და შესაბამისად უგემო ვერსიების შექმნას ცდილობენ ასევე PepsiCo და სხვა კომპანიები. სტატიის დასკვნა ისეთია, როგორც დაახლოებით მოსალოდნელი იყო, კაცობრიობის უძველესი ჩვევა ერთ ღამეში ცხადია არ გაქრებაო. საზოგადოებები, რომლებიც მიჩვეულები არიან წარმატების სადღერძოლოს შუშხუნა სასმელით აღნიშვნას, უფლის ღვინით თაყვანისცემას, ან წოულების გამართვას ტეკილას შოთებით, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ გადავლენ ჟენშენის სოდაზეო წერენ სტატიაში. თუმცა დროთა განმავლობაში სასმელების კარადებში შეიძლება ჩანაცვლებები მაინც მოხდეს. რა კი უალკოჰოლო ლუდი უფრო გემრიელი ხდება, მეტი ადამიანი გამოიყენებს მას სოციალიზაციისთვის და სახლში უსაფრთხო წასასვლელად. ფუნქციური სასმელების გაუმჯობესებასთან ერთად მეტი ადამიანი მოინდომებს უალკოჰოლო სიამოვნებას. ჩერჩილისთვის ასეთი მომავალი იმედგაცრუება იქნებოდაო, მაგრამ სხვებისთვის შეიძლება მისალოცი ამბავი იყოს. შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, რომ ზომიერება იქცეს ნორმად და არა გამონაკლისადო წერენ სტატიაში. გამორიცხული არაფერია, თუმცა როგორც მასალიდანვე ვხედავთ, ყველა ცვლილებას და ჩანაცვლებას თავისი ფასი აქვს. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ გონივრულ არჩევანს, ჯანმრთელობას, ბედნიერების და სიამოვნების, ნეირომედიატორების გენერირებას სპორტით, მედიტაციით და სწორი სუნთქვითი პრაქტიკებით. მომავალ შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.